მეგობრებო, დიდად საინტერესო ინტრო არ მიქვს, იმიტომ რომ სალონში მაგვიანდება. ჩამეძინა რა გავაკეთო. თან ვერ გავიღვიძე ვერაფრით. იმედია პრობლემა არ იქნება. თან ვერ ვიტან რომ მაგვიანდება. გამოიყურება ასე სანამ დავიწყებ. გამარჯობა მეგობრებო, მოკლედ დიდი ხანია YouTube-ის ვლოგი არ გადამიღია. გონი თელეფონი ჭაჭუნებს. დილით არ ვიცი რა დამემართა, მოკლედ ვერაფრით ვერ ავდექი. ვაი მე რა ლამაზი ტორტია. მოკლედ იმას გიყვებოდით, რომ დილით ჩამეძინა, ვერ გავიღვიძე. არა უშავს, მაინც მოვასწარი. ხო და დილით რო ავდექით, ბიუნესისგან გამოგზავნილი კოქტეილი მქონდა დარჩენილი და ეგ დავდია, მაგის დალევა მოვასწარი, მეტი ვერაფრის. და გამოვიქეცი თან რამეცო, აი არ ვიცი, ისეთი კაი ამინდია და ისეთ ვილად მაცვია, რომ ნუ აი არ ვიცი. მაგრამ it's okay. მოკლედ ეს არის აქ ჩემი საყვარელი ყავა, აქ რომ მოდივარ სულ ამავსავ მოკაჩინო თუ რაღაცა ქვია არ მახსოვს. დღის გეგმა არის ესეთი. ეხლა თმა შევიღებავ. აი მე და მე საღამოს მინდა რომ სადმე კაფეში ან რესტორანში გავიდე. Self care დღე მინდა რომ მოვიწყო რა. ბოლოს რო შევიღებე ძალიან ცივ ტონზე მქონდა თმა შეღებილი და ეხლა უფრო თბილზე ვიღებ. სიმართლე გითხრათ, ანუ ჩემი ქერა ვერ ვიპოვე და ეხლა ვნახოთ რა გამოვა და შეიძლება მე სულ ამფრად შევიღებო ხოლმე. თან თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, იმიტომ რომ YouTube-ზე აი რა ვიცი საუკუნეა მართლა ვიდეო არ დამიდია და ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. აუცილებლად უნდა გამოვასწორო, იმიტომ რომ ვგიჟდები YouTube-ზე. როგორც იცით, მე TikTok-ზე უფრო მეტი გამომწერი მყავს, მაგრამ მინდა რომ YouTube-ზეც ძალიან ბევრი ვიყოთ, ამიტომ თუ პირველად მიყურებ, აუცილებლად გამომწერე აქაც. რაც შეეხება საღამოს გეგმებს, როგორც გითხარით, მივდივარ იტალიურ რესტორანში, თან სწორკვებაზე ვარ, ანუ ვარჯიშობ და ისი არ მინდა რომ კვება დავარღვიო, მაგრამ ნუ რა ვქნა. დღეს მოკლედ ყველაფერი მეპატიება. ასე გადავწყვიტე. სამაგიეროდ ხვალ ვივარჯიშებ და დავიკლებ. უნდა დავწვა დღევანდელი კალორიები ხვალ აუცილებლად. თორე ჩემ თავს მაგას ვერ ვაპატიებ. თან ზაფხულამდე, ვაიმე, ამახო წვენი შემიჭამა. ზაფხულამდე თან დარჩენილია დაახლოებით 2 კვირა. და ეგ სხვათა შორის ძალიან დიდ мотиваციას მაძლევს, რომ YouTube-ზე უფრო ვიაქტიურო, უფრო მეტ ადგილას წავიდე, გადავიღო ვლოგები. ხო და მოკლედ რა ვიცი, ჩემ თავს ვამხნევებ. ანუ ვიდეოს დასაწყისში რომ ესე გამოვიყურები, ანუ ყველამ დაიკიდეთ, იმიტომ რომ აი ცოტა ხანში ძალიან გავლამაზდები. სახლში რომ მივალ, მოკლედ უნდა ავარჩიოთ რა ჩავიცვა საღამოსთვის. და წავიდეთ და გემრიელობები მივირთვათ. თან როგორც ვიცი, კაი გარემოა და მოკლედ ერთად დავათვალიეროთ. გამოვედი მეგობრებო. ესე გამოიყურება თმა. ეხლა ტაქსი ველოდები და მგონი მოვიდა. წამი ტაქსი უნდა ვნახო. ეხლა სანამ გავემზადები, მინდა რომ რამე გავტოსტო და ვჭამო უეჭველი, თორემ მაგრად მშია. კაი, მინდა ეხლა მე ესეთი ტორტილა მაქვს. აი ამაზე ვგიჟდები. აი სულ ამას ვჭამ მგონი. აი არ ვიცი, რა გავაკეთო. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია დღე. ეხლა მე გავაკეთებ და მე შეგახედებ თუ როგორ გამოიყურება. აი ეს соуსი არის ჩემი აღმოჩენა. ამაზეც მგონი დამოკიდებული ვარ. სანამ ეხლა ჩემი მინი ვრეპი იტოსტება, მანამდე გეტყვით რომ სწორკვებაზე ვარ. სწორკვებას უფრო ვერ დავუძახებ, იმიტომ რომ კალორიული დეფიციტი უფროა და მინდა გითხრათ რომ უკვე 6 კილო მაქვს ჯამში დაკლებული. ახალი წლების მერე აი არ ვიცი რა დამემართა. მე ვიცი რაც დაგემართა, სულ ჭამდი და საჭმელს იძახებდი და რა თქმა უნდა გასხვდებოდი. მაგრამ ძალიან მოვიმატე, კატასტროფულად მოვიმატე. თან გონია რომ იმდენი ხანია ვიდეო არ დამიდია YouTube-ზე, რომ თქვენც ალბათ ამჩნევთ რომ დიდი სხვაობა, არ ვიცი. ძალიან კარგად გრძნობ ეხლა თავს, მაგრამ კიდევ მინდა რომ დაახლოებით 5-6 კილო დავიკლო და აუცილებლად ყველაფერს გაგიზიარებთ. არ ვიცი, აი აქამდე როგორ ცხოვრობდი, ისე რომ კალორიებს არ ვითვლიდი. არ ვიცი, აი მართლა ძალიან გამიჭირდება რომ ისეთ დროში დავბრუნდე და ისე ვიკვებო როგორც ადრე, იმიტომ რომ ვიცი რას ვჭამ, უკვე ვფიქრობ, რომ არა, ნანო, ეს არ უნდა ჭამო. არ ვიცი, ეს ავტომატურად ხდება უკვე. რამდენად კარგია არ ვიცი, მაგრამ არა, უეჭველი კარგია, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა ჩემ თავს რო ვუყურებ, ძალიან მომწონს და ჯანმრთელობა. არ არის აუცილებელი რომ იმდენი ჭამა რომ ვერ სუნთქავდე. რაღაცა მგონი მაგ დასკვნამდე მივედი. ხო და თუ გაინტერესებთ ჩემი კვების რაციონი, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და გადავიღებ მაგასაც. და გაჩვენებთ რას ვჭამ, როგორ ვარჯიშობ და ნუ მოკლედ ჩემს ერთ დღეს გაგიზიარებთ. და თუ კიდევ ვინმეს გაქვთ კითხვა კალორიულ დეფიციტზე, მოკლედ შევეცდები მაგ თემებშიც გაგარკვიოთ, იმიტომ რომ მეც ახლა ძალიან ისეთი პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ფაქტია რომ დავიკელე და ჩემს გამოცდილებას უბრალოდ გაგიზიარებ. და თუ რამით დაგიხმარებით, რა ვიცი, ძალიან გამიხარდება. ესეც გაიტოსტა უკვე, აი ესე გამოიყურება. დაახლოებით 250 კალორია აქვს ახლა ამას. და სადღაც 20 გრამი ცილა. ქათმის ვრეპია. ეხლა მე ამას შევჭამ, ცოტას დავისვენებ და შემდეგ უკვე გავემზადოთ წასასვლელად. ძალიან კაი სუნი აქვს.
დავიწყო გამზადება დაახლოებით 7:30-ია. ვაპირებ რომ ჩავიცვა აი ესეთი კელვინის კაბა. აი დაახლოებით აი ესე იქნება. ესეთი კაბა. აბა როგორია? ვაპირებ რომ ჩავიცვა ფეხზე შუზები და ტყავის კურტკას მოვიცვა. მგონი ძალიან კარგი ლუკი იქნება. ვფიქრობ წითელი წავისვა თუ არა ტუჩზე. აი ეს კრემი ხვდებოდა ყველგან, აი ეს. და მეთქი ვიყიდი რა არის, გავგიჟდი ისეთი კარგი იყო. ხედავთ. აი ნახეთ რა მაგარი ბზინვარება აქვს. ეს რო დავტესტე, ცოტა ტანსაცმელზე გადადის. ნუ ეს რო ეხა ტანსაცმელს მოვკიდო, კატასტროფა იქნება. ბზინვარება ნაკლები არასოდეს არ არის. მეიქაპი როგორ მოგწონთ? კაი, ხა სუნამო. პირველ რიგში დიორი, აი ეს არის ძალიან მძაფრი, ამიტომ ვისხა მხოლოდ და მხოლოდ ხელზე. აი ესე. ეს ჩემი საყვარელი სუნამოა. ეს არის ნარცისო და მიმთავრდება, ნახე, წამწყინს ეს. როგორ გამოვიყურებით, ამიწერეთ კომენტარებში. მოსიარულე მარგალიტი ვარ. ეხლა ჯობს რომ ეხელები გადავიბანო, თორე ყველაფერს ავაბჭყიალებ. ესეც პიჯაკი. ესეც ჩანთა, აი ამას გავიკეთებ და ეგ არის. წინ 2 და უკან 3 რა არის? წინ 2 და უკან 3. წინ 2 და უკან 3. რა არის წინ 2 და უკან 3? პასუხი არა გაქვს? ეს არის რიცხვი 23 კაცო. 23, ვაი. მოკლედ ეხლა ვიჯექი ტაქსში და ოღონდ ყველაზე მაგარი რა არის? ამ ტაქსში ვიჯექი 5 წლის წინაც. და როდის ვიხდი, იცი? შეიძლება ანუ ჯდა ხართ თქვენც ამ ტაქსში, იმიტომ რომ აი რო ჩაჯდები ეგრევე იწყებს რომ აი გამოცანებს გეტყვით და სულ ყვება რაღაცა აი უამრავ გამოცანას გიყვებათ რომ აბა თუ გამოიცნობ და ნუ მე ვიცინით და აი ძალიან პოზიტიური ადამიანია აი მართლა და ისე გამიხარდა და ისე მეუცნაურა 5 წლის წინ აი რას წარმოვიდგენდი რომ ხა ამ ადამიანს კიდე შევხვდებოდი. მოკლედ ახლა მე შევუკვეთე რავიოლე ხორცით და ვნახოთ იმედი მაქვს რომ მომეწონება. კარბონაროს ვფიქრობდი, მაგრამ მე ზოგადად ძალიან მიყვარს რავიოლი და იმედი მაქვს ახლა მომეწონება და არ ვინანებ. იმიტომ რომ კარბონარაც მინდოდა. მოდი ახლა გავსინჯოთ. ძალიან გემრიელია. გარემო იდეალური, რაც გავსინჯეთ, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. და რა ვიცი, ძალიან ჩილ და კაი სიტუაცია რა, მე მომეწონა. ეს კი მეორე დღეა. წავედი დარბაზში სავარჯიშოდ, რომ დამეწვა გუშინდელი კალორიები. სიმართლე გითხრათ, 300 გრამით ნაკლები გავიღვიძე, ეს როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ ნუ ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ვლოგს კი აქ დავასრულებ. მადლობა დიდი რომ მიყურეთ და ჩემი გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. ბაი ბაი.